უკრაინამ მოსკოვის აეროპორტების საწვავის მთავარ ბაზას დაარტყა. რუსეთის სიღრმეში ვლადიმირის ოლქში მდებარე ნავთობაზა ვტოროვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დრონებით დაბომბა. ამ ბაზიდან იღებს საავიაციო ნავთს შერემეტიევოს, დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტები. გარდა ამისა, მედიის ცნობით, უკრაინამ კურსკის ოლქში კადიროვის სპეცრაზმის ახმატის ბატალიონის პოლიგონსაც დაარტყა. მომდევნო რამდენიმე საათში მსოფლიომ შესაძლოა კარგი ამბები შეიტყოს, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. მარკო რუბიო დეტალების დაკონკრეტების გარეშე ამბობს, რომ ირანთან დაკავშირებით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა არა საბოლოო. რუბიოს თქმითვე, ტრამპი არ დათანხმდება ისეთ პირობას, რომელიც ბირთვული ამბიციების თვალსაზრისით ირანს უფრო ძლიერ პოზიციაში დააყენებს. აქციებზე დაკავებულების შესაძლო შეწყალებაზე საუბრები გრძელდება. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის მეუფე დანიელის ინფორმაციით, კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს ამ თემაზე ხელისუფლებასადაც ჰქონდა საუბარი. სამღვდელოება შეწყალების მომხრეა და ამბობენ, რომ ამ საკითხზე სინოდის ხდომაზე იმსჯელებენ. სინოდის გამართვის თარიღი კი ჯერ უცნობია. მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით დაშავდა 4. ადგილობრივი მედიის ცნობით, ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.